დადგა დრო, როდესაც უნდა ვიყოთ ძალიან ერთიანი. არ დაგიმალავთ, რომ ცოტა არის პატარ-პატარა ხელისშემშლელი ფაქტორები იქ უცხოეთში. წუხარებით უნდა ვთქვა, რომ ერთი ჩვენი თანამემამულე ძალიან განაწყენებულია ჩვენზე და ყოველნაირად ხელს უშლის საქართველოს, რომ ის აღიარონ უცხოეთის ქვეყნებმა. მინდა რომ მე არ მინდა არც ეს კაცი მინდა გავწირო, ესმით? ხო და რაღაცნაირად ვიმოქმედოთ ამ ადამიანზე, მეგობრებო, იმიტომ რომ ძალიან ბევრი, აი ბუშის ვიზიტის შემდეგ ძალიან ბევრი ხელისშემშლელი იქ შემოიკრიბა ფოფხაძე, ეს მოღალატეები, ეს რენეგატები, მგელაძე, ესენი შექმნა რაღაცა შტაბი, რომელიც გეგმავს იქ რაღაც ღონისძიებებს ჩვენს წინააღმდეგ. გესმით და ეს ყველაფერი კი ბატონო, მე ცუდი ვარ, მაგრამ საქართველოს რა დააშავა. ნუ ახლა მოსკოვში რო კამპანიას ეწევიან, ეხლაც პუტჩის დამარცხების შემდეგაც განაგრძობენ კამპანიას. ეს ფოფხაძე და ეს ხალხი დიდი გავლენა აქვს ჟურნალისტურ წრეებში. აი ისევ კომსომოლსკაია პრავდა მესხმის მე 1000 ცილის წამება, 1000 დეზინფორმაცია, ხო წაიგეთ რა. აი ესეთი მდგომარეობა.